Paris Saint-Germain-თან კომუნიკაცია ჰქონდა. მათ პირადად ვესაუბრე და დამიდასტურეს, რომ ხვიჩას ტრავმა არ ჰქონდა. უბრალოდ მცირე ხნით გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა. ამიტომაც არ მიუღია მონაწილეობა Paris Saint-Germain-ის ბოლო შეხვედრებში. კვარა მზადაა და ეს ძალიან გვიხარია. ფეხბურთში ტრავმების ეპიდემია. მგონი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს შორის ამ მხრივ პრობლემა იყო. რაც საქართველოში ვარ, არასდროს გაგვიკეთებია რამე ისეთი, რაც ფეხბურთელს რისკის ქვეშ დააყენებდა. ფეხბურთელმა მხოლოდ მაშინ უნდა ითამაშოს, როცა ყველა ექიმი, როგორც კლუბის, ისე ნაკრების, მისცემს ნებართვას. ჩვენ ეს ნებართვა მივიღეთ, ასე რომ საერთოდ არ არსებობს კვარაცხელიას რისკის საკითხი. ხედავთ განსხვავებას ჩვენსა და ესპანეთს შორის, მაგრამ ვცდილობთ თამაშიდან თამაშამდე ვისწავლოთ და სხვა გუნდებთან ჩამორჩენა შევამციროთ. ჩვენ არ შეგვიძლია თავი შევადაროთ ესპანეთს და ამას არ ვცდილობთ. ვიცით, რომ მათსა და ჩვენ შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე ეს სხვაობა თანდათან შემცირდეს. ამ ეტაპზე ტრავმის გამო მხოლოდ ჩაკვიტაზე გვაკლდება. ფეხბურთელები შიშის გარეშე კიდევ უფრო მეტი ამბიციებით ითამაშებენ და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ უფრო ნაკლებია ჩვენ შორის სხვაობა, ვიდრე აქამდე იყო. ესპანეთთან წაგების შიში არ უნდა გქონდეს. თავარი ისაა, რომ ვაჩვენოთ კარგი თამაში და დავამტკიცოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ესპანეთი ლიდერია და მსოფლიოს ჩემპიონატზე ალბათ პირდაპირ გავა. თურქეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი და გამოცდილია, თუმცა უნდა ვაჩვენოთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია. შემადგენლობასთან დაკავშირებით შეიძლება გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მივიღოთ, რომ წინ თურქეთთან შეხვედრაა. ჩვენი მიზანი მეორე ადგილისთვის ბრძოლაა. ამიტომ რა თქმა უნდა თურქეთთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა თურქეთისთვის სრულად მოსამზადებლად საჭიროა, რომ ესპანეთთან კარგად ვითამაშოთ. აქ წინასწარ წასაგებად არ ჩამოსულვართ. შეხვედრა წინასწარ არასდროს არის წაგებული. ამ ორ შეხვედრაშიც ზუსტად ერთნაირი თავდადებით ვიბრძოლებთ. როცა ჩვენ გვყავს 4, 5 ან 6 მოთამაშე დაშავებული, შეიძლება მეტოქებ გაანალიზოს სიტუაცია და დაფიქრდეს, როგორ ითამაშოს სხვანაირად. მაგრამ ესპანეთს, პორტუგალიას ან ამ დონის სხვა გუნდებს თითოეულ პოზიციაზე 5 ან 6 მაღალი დონის ფეხბურთელი ყავთ და ასეთ შემთხვევაში ტრავმები არაფერს ცვლის. ესპანეთი თავის სტილში თამაშობს. მათ ძალიან მკაფიო საფეხბურთო დნმ აქვთ და ახლაც ზუსტად ასე იქნება. იამალი არ იქნება ოლმო თუ ნიკო, ჩვენთვის მაინც რთული თამაში იქნება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ვინაიდან ფეხბურთი ძალიან მიყვარს, სულ ვამბობ ხოლმე, რომ მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები უნდა იყვნენ, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. იამალს სწრაფად გამოჯამრთელებას და მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ, რადგან ის გულშემატკივარს სიამოვნებას